უგაგაშენკა და დიახ, როგორც იქნა წეული რეაქცია. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მოგვენატრა რეაქციები, ამიტომაც ლაიქებით აუცილებლად გამოვხატოთ ეს ოდნავ საყვარელი მონატრება და ზარის გააქტიურებაც არ დაგვავიწეს. თუ რა თქმა უნდა არ ღიროს გამოწერილი და თუ არ გაქვს არხი გამოწერილი, რაღაც ელოდები ამხანაგო, ჩვენ კიდე ვიწყებთ ეოპ. როგორც ყოველთვის ჰორორ რეაქციები, ჩვენ გვიმტკიცებენ როგენი არსებობენ. ჩვენ კიდე ხან ვიჯერებთ, ხან არ ვიჯერებთ. Так, ესე იგი ამ შემთხვევაში რა ხდება? ცოტა კრიტიკა უეჭველია, ის საჭიროა. Так, კარგი, ქალბატონი საუბრობს. გაიღო კარი. იქნება და იყოს სკვაზნაკის ბრალი. კარგი. გასაგებ. რაღაცამ გაიარა დაჟე, მაიცადება ერთწამით ერთი წამი დავაკვირდეთ. ვერაფერს ხედავ სამწუხაროდ, ან ალბათ საბედნიეროდ. ანუ აქ შეგვიძლია ამაყად თქვა, რომ სავარაუდოდ ვარაუდობრო დადგმულია. რატომ? მოდი რეალისტები ვიყოთ რა. ანუ ყოველთვის ვცდილობთ, რომ რეალურად აგიხსნათ, ხო, რა ხდება, რომ დიდი ალბათობით ამით ვიღაცას დავეხმარებით, რომ უკვე აღარ შეეშინდება რაღაცა იმ მსგავსი რაღაცების. რატო? შეხედე. კარი გამოიღო, ქალბატონის რეაქცია, ხელები ისე აქვს, როგორც კი ქონდა. დააკვირდი, იმენა ექსპერტი გავიჩითე. ნელა წამოვიდა წინ და წავიდა კამერისგან მარცხნივ. რატო? უკან წამოვიდა, რომ კარგად გამოჩდეს, კარგად დაინახო შენ, კარგად დავინახო მე. ხვდები? და იქ აკრას იმენა შუაში მოხდა რაღაცა, რასაც მე ვერ ხედავ რა არის, მაგრამ კარგად თუ დავიკვირდებით, შეიძლება რაღაცა გაიარა მოლ. აქ რა ხდება ხა? რეალურად რო ყოფილიყო ეგ მომენტი, რომ ქალი რაღაცა საუბრობს და კარი გამოიღო და შეეშინდა, პირველ რიგში საერთოდ რა, აი ანატომია თუ კარგად იცი, მე მგონი დამეთანხმები. პირველ რიგში ხელების მოძრაობა, რეფლექსურად რაღაცა, ანუ აი ადამიანსაც რო შეეშინება, ხელებს უეჭველი ამოძრავებს, ხვდები და ეს ანუ როგორც შეეშინა, მაგრამ ხელები მშვიდად აქვს და კამერა აქეთ არის, მოდი გამოვიწიორო თქვენც ნახეთ. დადგმულია ჩემი აზრით. დიახ. კარგი, შემდეგი რა ხდება? Так, ჩინელები საჭირო ოთახში იღებენ ვიდეოს, რაც ცუდია. ჰონრე, ეგრაშუაში იყო. აი. არა, სურათი არის მიკრული. სურათი იყო, ჩვეულებრივი. ჰოპ. ხო, უკვე მეზარება იმას ზუსტად ეგ მომენტი როგორ დავიჭირო, მაგრამ აი, კარგად თუ დავაკვირდებით. ხედავ, ანუ სურათი არის, ქაღალდია. ქაღალდზე არის დახატული სახე. ქაღალდზე არის დახატული სახე და უბრალოდ მიაკარეს, ასე ვთქვათ. გასაგებია. Так, ამ ხელა იმაში ხარ წასული, ცოტა ნორმალური ფანარი მაინც აგიღო, ხო? ანუ ძლივს ჩანს. ჰეი! რა თქმა უნდა, ეხა ამას გადათარგმნე გაფიცებ. Так, ბავშვის ხმა ისმის, კი ბატონი. Так, ეს პირველი ვიდეო ცოტა ისეთი არაფერი, ეს ბავშვის ხმა რაღაცა. კარგი, კომენტარს ვერ გავაკეთებ, შემდეგი. ეს ვადალაზები იმინა, მაგრამ მევასებიან, კაი ჯიგრები არიან. კაი ხარ მითხა, რომ სულები წყლის ქვეშაც ჩავიდნენ უკვე. უკვე. რამდენი გადაღება ქნა, რა დაინახა, გაფიცებ. მე მეგონა ამაზე იქნება აქცენტი, აქ აი ამ თეთრზე და შეიძლება ამაზე არის აქცენტი, მე ვერ მივხვდი. აქ ინგლისურად კი წერია, მაგრამ ინგლისური არ ვიცით. არ ვიცი. მე აქ ვერაფერი ვერ შემომჩნიე. რაც პარანორმალური მით უმეტეს. Так, სავარაუდოდ ეს არის ოფისი. ვიყურებით ქვემოთ. ის არის მივყვებით. I saw that shit. Okay. I saw that shit. See, I saw that shit. ვერაფერი ვერ გავიგე. ბალიშია, ბალიში ასწორებს.
მუთაკა? იმენა მუთაკა მოძრაობს? უკაცრავად. მიწისძვრა ვიბრაციამ გამოიწვია და წიგნით ჩამოვარდა. აქ არაფერი არ არის. Так, скаре ვიდეოს ანუ ეგ ისე წერია. მეთქი ახალი დაწერია. ვა, ხო არ გადაობ, ჩემალალდე. აი ამის უფრო დავიჯერებ და ეს რეალური უფრო იქნება, ვიდრე აი ეს წინა ისენი. Так, შავი თვალები აქვს, ფრჩხილებიც არ უარგა, სავარაუდოდ ისა ავათარი. და მოვიწყა მაგ დავადებას რა ქვია. პროსა რა არიცი, თვალები კი არ უშავდებათ, უყვითლდებათ თვალები, აუ რა ქვია მაგ დავადებას. ვისმოდის ხო შუს ეგეთ ადამიანს, აი ერთ პატარათი მაინც ვერ ნახავ ამ თეთრს რა ხო ხდები. აი მენა გაყვითლებულები აქვთ. მაგას რაღაც დავადება ქვია, მაგრამ ამ შემთხვევაში ხა რეალურად მეც შემეშინდებოდა ამ ქალბატონის ღამე რო გაგეჩნდება რა, ლიფტში რო შედიხარ. მაგიტო კი არ შევდივარ ლიფტში, ანუ ლიფტების მეშინია. შენც გეშინია? ნუ გეშინია, მეც მეშინია. მაგრამ ხო საშიშად გამოიყურება. რაღაცა უცნაური მოძრაობებიც აქვს, ხო? რაღაცა მაიცა კიდე ერთხელ ეს რეალურია ეხა ვითომ? აი ეს გვერდი დროუზისა მაგას მეტნაკლებად აინტერესებს, ხო აქ რა ხდებაო? ნუ რაღაცა რეალური შეიძლება იყოს, იცი რატო? იმიტომ რომ დააკვირდა აი ამ გოგონას სათვალეში, სადაც იყურება, ესეც ზუსტად მანდიყურება, ანუ ისა რა, ხოვაზე ხარ. აქეთ იყურებიან, ესეც აქეთ იყურება და ჩასმული რო იყოს ეს, შეიძლება ვაფშე სხვაგან იყურებოდეს და რაღაცა. ანუ რეალურად იმყოფება ეს ადამიანი მანდ, მაგრამ ადამიანია? ადამიანი ხო აბა ზაზუნა ხო არ იქნება, ზაზუნა რა შუაშია, მაგრამ აქ ვერაფერს ვერ ვიტყვი, არ ვიცი. აი ხა ის ხო არ იქნება, მართლა ვამპირი ხო არ იქნება, არა. მაგრამ რაღაცა ხდება, ასე უბრალოდ. ისევ გაფსიხდა, ისევ ეს ვინ არის, გოგონა არის აქეთ ერთი წამით ხო, გოგონა არის, სავარაუდოდ ამის მეუღლე გაფსიხდა, ისევ პახმილაძე თავს ურტყავ ყედელს, ნახე? დიახ. არა, კარს ესე გფ. ანუ აი ხა უეჭველი ვიცი შეწყდება, ხო აქ ვიდეო? შეწყდება. ნუ ანუ ხო მაინც ადრე თუ გვიან ხო ახვალ, აი მაგას რატო არ იღებ, ხო? როგორც ადიხარ და შედიხარ. არა, ეხა გაწყდება ვიდეო ძმა. ხო გითხარი. რასაც უკვე იწევს არანდობას რა იმ აქ ავტორის მიმართ. რატო წდება მაინც აი ნუ ჩვენც ხო შეგვიძლია გადავიღოთ მსგავსი რაღაცა, ხო? ბლინ უკვე 2025 წელია გილოცავ სხვა შორის ახალწელს მრავალს და ეს არის და ყველაფერს ერთად გილოცავ. თუ ეხა პირველად ვხედავ. თორე რამ რუსოვზე და TikTok-უნაზე რავი მოლოცვა იყო ჩემს მხრიდან Facebook-ზეც. ხო და რა ვიცი? ანუ ცნაურია ეს ბოლომდე რო არ იღებენ რა. ხო აი ეს მეც გავიგონე. აი მოგცეთ. რაღაც უსაური კნის ხო ანუ აი გასაგებია შემდეგი კადრები ой escuchar ვიღაცა ზის ტუალეტის ქაღალცი ითხოვს ბიჭო დაეხმარე ან გაჭედილია ხო და იმე ტრაწია იქი და უხმეო პატიე ბრაჭიშკო მithmetes თუ ჭამ მაპატიე ანუ ტრაწია რა ეხა ვის არ ქონია ხო? არა. არა. მე კი ვიღაცა ქაღალცი ითხოვდა. But then it stops on its own when I come outside like აუ ესენი რა, მაგრამ მე ვასებიანი, იცი რომ დაჟები და ხო ზღარ ქანავს, მაგრამ რაღაცაერად მაშინებს, იცი აი, ბაზარი არ ბჯერა ხო რაღაცა ეგეთი რაღაცების და ასე შემდეგ, მაგრამ აი რაღაცანაირად მაშინებს, მაინც რისი იცი, ანუ აი რაღაცა ღამე ადგები და ის თავისი დრო ქანაობს. ხო შეიძლება იქანოს, იმიტომ რომ ადექი და
მოძრაობდა სახმა ვიბრაცია გამოიწვია. ვიბრაცია პატარა რაღაცაზე სიძლება ხო და თან მით უმეტეს ეს რა ნახე ძალიან ის არის გრძნობი ისენი აქვს ხო ხა პატარა პაკ და უკვე იმოძრავებს. მაგრამ მაინც რაღაცა დისკომფორტი შეიქმნება აუცილებლად შეიქმნება დისკომფორტი. There's like ამიტომაც არ შევიძენ რომც მაჩქონ არ მინდა. ნუ ანდა ხო რაღაცა იქით სადმე დაიდება რა პადვალში ჯიგარ პადვალში ხო კამანდას რაღაცა მოძრაობა ასორებს. სუკა someone's there. აი ამ ვიდეოს იმჯერა ეხლა. ამის ჯერა, რატო ქანაოს მე ვერ ვიტყვი. მაგრამ პრინციპში რაც უნდა აქ ჩემი თქმა, ხო მე მგონი შენც მიხვდები. დააკვირდი სად უყენია? გარაჟი ვერ ვიტყვი, მაგრამ შეიძლება დიდი აივანი იყოს, ხო? პირველი სართულია და აი პატარა ამოსასვლელიც აქვს, ხედავ აი კარები. რაც აი შეგვიძლია აი ამაყად თქვა, რომ აი მანდ რო დადგე და დახტე, უეჭველი ამოძრავდება. ვიბრაცია ისევ და ისევ. Someone's there, huh? მაგრამ პროსტა ძალიან უცებ გაჩერდა? აბა ერთამით. არა, ნელ-ნელა გაჩერდა, ხო? There's like no wind. ჰოპა, всё, გაჩერდა. ხო, მაგრამ მაინც დისკომფორტია. Someone's there, huh? I know. ჰა, მაინც დისკომფორტია, კი ბატონი, კი ბატონი. საშიში არ ეგ მომენტი, მაზარი არ არის. Hello? ანუ რა თქმა უნდა აქ წდება ხო ვიდეო ისევ. Oh my god, და აი კამერა რატო თიშავ, აი რატო თიშავ კამერას, ნუ გასაგებია ჩვენ ყო ვიცით რატო თიშავს, მაგრამ რატო თიშავს თუ კი თიშავს. რა ვთქვი მეც არ ვიცი, მაგრამ გასაგებია. ეი, ბრაჯიშ, გარხი არ გავს გამოწერილი ჯერ კიდევ. გასაგებია. აუ რა ლამაზი ხედია. ძალიან მაგარი ხედია, რას ამბობ. ეს ეხლა ხო არ დაიდო ეს ლოს-ანჯელეს ამბები რო იყო თო. ბიჭო ხო, თო. ეს ახალი დადებულებია, ხო? აუ, ძალიან კაი, ანუ სვეჟი ვიდეოები დევს. ხო, ეს ლოს-ანჯელეს ამბებია, ბიჭო, მე კიდე რა კაცი ვარ, რა ლამაზი ხედია მეთქი. მეთქი ანუ მზის ამოსის ის არის, ხვდები? გასაგებია. წუხვარ, ნამდვილად წუხვარ რაც მოხდა. ბიჭო, მარა ლამაზია რა, ანუ სიმართლე რო ვთქვა, ანუ ადგილიც რაღაცნაირი, ანუ ეს რო არ შევიმჩნიოთ ეს ცეცხლი და აგენი. თვითონ აი ეს ადგილი არის ლამაზი, ხვდები? ხო არ გადაობ, ნახეთ ჩემი დედას ვიცო, ცვეთში რა ხედია რა. ვა. საშინელებაა, ბიჭო, საშინელებაა. კარგი. მაინც რა ჩვენ აქ სხვა კონტენტი გვაქვს, ანუ საშიც რაღაცებზე ვიღებთ. თორე წუხარებას რა თქმა უნდა. ჩვენ თავს ვიცარ ვარ. Так, სარკეში რა ხდება? მე სარკეში აქეთ იყურებოდა წინ თუ არა ვიღაცა ბავშვია. ნუ როგორც ყოველთვის ხარისხი რა თქმა უნდა, ცუდია რომ კარგად ვერ ნახოთ რა ჯანდაბა ხდება. მე უცებს ხო რაღაცა მეგონა. ანახე. ჰოპ. შენც ეგეონა? მეუღლე თავს ამოყობს. რჩტილი? არა, კარი, ხო, კარი. თავისი დაიკეტა. სკვაზიაკს ვერ დაუბრალებ, იმიტომ რომ აქედან უკვე ჩანს რომ ძიმე კარი იქნება და აი ძლივს წამოვიდა, ნახე კარი, ყარდ. ხო, შემაიჩედი ძმა და ბოლო. მე სათამაშოა. ნახე, მანიკენია. მაგრად არ გამისწორდებოდა ეგეთი მანიკენი. მაგრამ მანიკენსაც გააჩნია. Look, you guys, it rocks.
Так, ეს ხო. Так, ბავშვი საწოლზე, ქვევით რაღაცა ხდება. Რაღაცა ანათებს. აი, თუ პატარა თოჯინა გააქტიურდა და გაანათა. არ გინდა არ შეხვიდე. გამოდი მაქედან. რატო შეწყდა აქ? ანუ ვიღაცამ წაათრია, მაიცა. როცა ამოწია იდეაში არაფერი არ იყო, ხო? ჰოპ. კაი, თუ არაფერი არ არის, აი რაღაც ზურები. ნუ რატო იყურები, როცა არც ფანარი გაქვს, არც არაფერი და არც არაფერი არ ჩანს. ბლინ, აგე ეს ის ბავშვია თურმე. აი სად დაიმალა. ბლინ, ამ ხმის უფრო შემეშინდა მხნაგო. Так, რანაირად ადგა? ეს ხო? თოჯინა ბიჭო. პრინციპში შეგვიძლია ის თქვა, რომ თოჯინების არ უნდა შეგეშინდეს, აი თუნდაც ვიდეო იყოს, თუნდაც რაღაც სტუმრად იყო და რო დააფიქსირო, რომ თოჯინა მოძრაობს. ყოველი მეორე თოჯინა მოძრაობს უკვე ძმა დღესდღეობით. ანუ ხომ მიხდე რა, აი ტასო ავიღოთ, ის ტასო ვისანაცდად მოძრაობდი სასაფლაოზე კოჯორში, რომ ანუ პატარა ხმაზე და მოძრაობაზე რეაგირებს და მოძრაობს. ეგ ნორმალური მოვლენაა. თოჯინები მოძრაობენ. ყველაფერი მოძრაობს. ამიტომაც არ არის გამორიცხული, რომ თოჯინა რომელიც მოძრაობს რა, ეტყობა იქიდან რაც ხმა ვიღაცამ ამოიღო და ის ადგა, პრივეტ, მოდი ჩავიხუტოთ ერთმანეთს და ასე შემდეგ. ჩვენ თოჯინები აღარ გვაშინებს. აუ არ და ბავშვობაში, მაგრამ ეშინოდა ბიჭო თოჯინების. რაღაცნაირები არიან, დიდი თავი, ის იყურებიან. ნახ. ნუ რა მაგარი კაცი ხარ, იმინა ჰელო და ვიღაცა მამუიო ხმა, ხო ბაზარი არა აქ ვართო და შეეშინდა. Nice ლოგიკა. რაღაცამ ჩაი არა გამოირბინა? გადის გამოდის. ნერვოზი აქვს. რა ჩანდობა. გასაგები არაფერი ისეთი. ეტყობა ძაღლია, ტუდი სუდი. ოპს. არა, ყველაზე მაგარი მაინც რა არის, იცი, აი, ნუ თუ იღებ რაღაცა დადგმულს, ცოტა ნორმალურად მაინც გადაიღე რა. რატო? აი, კამერა იმენა უკვე პირდაპირ უყურებს, აი იმენა პირდაპირ როცა უყურებს, მერე ვარდება ის ობიექტი, ასე ვთქვათ. რაღაცა ხო? აი, იმენა კამერა მაინც პირდაპირ უყურებს. ან როგორ არის, იცი? всё კამერა მომაკ. всё ეგ არის, ჩანს, გადმოვაგდე, მიდი. თოკი უცე, ბძაფით. აი ნახე, ოპა, აი მე შუაშია. და აი მერე ჩამოვარდა. ხვდები, ნუ აქ მეგონი ძალიან ტვინის ლეველიც არაა საჭირო, რომ მიხვდეს, რომ დადგმულია. ო მიხვდე, რომ დადგმულია უფრო სწორად. ო, ცოტა ცუდათაც უნდა გადაიღო, რომ ძალიანაც არ ჩანდეს, რომ დადგმულია. ალბათ ახლა მეორე კითხვა ის ვის, რამჩიკ თუ არ გჯერა ეგეთი რაღაცების და თუ დადგმულია რაღაცო ვაფშე რატო აკეთებ რეაქციას? კიდევ ერთხელ ეტყვით, ანუ მაგიტო ვაკეთებ, რომ თქვენც აგიხსნათ. ყოველ შემთხვევაში ვისაც გჯერათ ეგეთი რაღაცების. ხვდები? Так, კარგი. ვერ მივხვდი. თმა, ბაზარი არა, ხო? ო. აქ ცოტა უცნაურობაა, მაგრამ რა ვიცი, აქ კომენტარს ვერ გავაკეთებ.
არა ეგეც იმინა კამერის შუაში რო დადგა მაშინ დაიწყო ხო ეგ რაღაც ანომალია ასე თქვა კი არა და პარანორმალური მოვლენა ხო კარგი გავატაროთ უკომენტაროთ აი აქ მე ვერ მივხვდი რა მოხდა მაგრამ აი სიმართლე რო გითხრა აი მაგის უფრო მჯერა გზაზე შეიძლება იყოს რაღაცა პარანორმალური გზაზე უფრო რა, აი მოძრაობის დროს რას გულისხმობ? იცი, ხა მანქანიდან კამერა რომელმაც გადაიღო. რატო? აგიხსი. აქ მართლა ვერაფერი ვერ შევამჩნიე. აგე ბიჭო, აგე გზაზე ხო, პატარა ისა სულია ხო, სავარაუდოდ კი. ხო, აგე. რატო იცი? საერთოდ არსებობს რა ისეთი ადგილები დედამიწაზე რომელზეც აი დღემდე ვერავინ ვერაფერს ვერ ხსნის რა, აი შეიძლება იყოს ისეთი ადგილი რომ მაგ ადგილ აი იმენა მაგ ლოკაციაზე რაღაცა ხმები ისმოდეს. არის მაგალითად რაღაცა სოფელივით არის რუსეთშია თუ სადღაც თქო ზუსტად არ მახსოვს. არა რა რუსეთში თო. სადაც ახლოს მაგეთ ამ ხარეს რა. რაღაცა დიდი სოფელია და აი ძალიან როგორი სოფელია იცი? აი მთებზეა რა. ოჩერეჩულ მთებზე რა. აი მე ძალიან ეს ხო ხვდები და აუ რა მაგრად ხსნი. ხო და უმეტესობა მან თუ ვინც ცხოვრობს, აი მაცხოვრებლები. ყველა რამდენი წლისა იცი, აი უფროსები რა. 93 წლის ბაბუშკა, 97 წლის დედუშკა, 102 წლის ბებო, 103 წლის ბებო, მაგის ბიძაშვილი 104 წლის და ასე შემდეგ. არ ვიცი. ინტერნეტში ძდევს ეგ ვიდეო დოკუმენტალურ კინოც არის, კინომეთქი ისა დოკუმენტალკა არის მაგაზე გადაღებული რა. Short его знает. ან ადგილია ისეთი, რომელიც აი როგორ არის, იცი, აი არც დავადება და არც არაფერი ეგენი აი ეს დავადება და შენგან შორს არის, რა ხვდები? ნუ ტიპები ვინა ხოძე არიან ძმა, შენ ძმობას ვიზაურო ვაფშე ჩეულო, აი ადგილია რაღაცა ისეთი. ეს კინოდან არის. ბერმუნგის ის აიღე სამკუთხედი. ბერმუნგი კი არა, ის კიდე. დამოვიწყდა ეხლა თან პირდაპირ გეტყვი ცოტა ავათავარ, მაგრამ ვიდეოს მაინც ვწერ შენთვის. და ცოტა ნელა ვაზროვნებ არ შემიჩნიო. ნუ ხომ მიხდი რომ მას კუთხეზე მაქვს სამკუთხედი ბერმუნგის. ბერმუნგა რა, ბერმუნგა ჩვენი ბრო. სამკუთხედი, ეგეც იმენა დღემდე მაგარი სიაპასნეა. და მაგიტო ვიცახე რომ აი გზაზე უფრო დავიჯერებ რაღაცის, ვიდრე აი სახლში და გარაჟში და პადვალში და ასე შემდეგ. აი ადგილები არის ისეთი, ბაზარი არა. მაგრამ კითხვა ისმის ზუსტად იქნება და ზუსტად მაგ ადგილს ააშენეს სახლი და მაგიტომაც ხდება ხო? ბაზარი არა, შეიძლება რატომაც არა, არ უარყოფ. так, ბავშვს აწყენეს თუ რა ხდება? ოპა, ესა წაითამაშა ფეხზე, ხო? გასაგებია? კი ბები. კატარა ჯიგარია. Oh my god, oh my god, oh my god. ბიჭო, გეხმარება იქნება, გაგიხსენიო და მოდი აიღეო და მოამზადეო. კარტოშკები. ჯონი სათხარ, ჯონი რაღაცა ხდება სახლში, ჯონი ჯანდა ბამხანაგო სათხარო. ეს ისევ ეგ სახლი არ არის? ისევე სახლია, სავარაუდოდ ბავშვმა შეამჩნია ეს, მერე დედიკოს დაუძახა, დედიკომ გადაღება დაიწყო. გასაგებია, მაგრამ ერთი კითხვა ემბადება. კამერა აი აქ რატო აყენია საერთოდ? ანუ აი იმენა აი აქ რატო აყენია? მე ვიცი რატო აყენია, იმიტომ რომ აქამდე ეს ბავშვიც ამტკიცებდა რომ თავისით იხსნება ეს უჯრა. მაგრამ მათ არ სჯეროდათ თავისი შვილის, რის შემდეგაც მანდვე დაამონტაჟეს კამერები და შედეგი. დაიჯერო თუ არა ნება შენია. ჩვენი საქმეა დაგიმტკიცოთ რომ ეს არის უბრალოდ. ხო მიხდი. აუ ეს რა მაგარი კაცია, სადაითრია ეს. სვეჩი ესეთი დიდი არის თუ
თუ ესე ჩანს ვითომ დიდია და რატო რაღაცა ანი ვა ამას რაიმე ჯიგარი სტუმრები ყავს ხოლმე დამუხა მე так ну ეს რო დადგმული კი არა მონტაჟი როა გასაგებია ხო აჰა კარგი მონტაჟია შევაფასოთ კარგი მონტაჟია ეს რა იყო ხო აი ვერ გავიგე რა წაიქცა და ძაღლად გადაიქცა what წაიქცა და ძაღლად გადაიქცა ბალინ აი თურმე რატო იჩნდებიან ხოლმე ძაღლები რაღაც უცნაურ შენობებში როცა ძაღლს აგრა უნდა წაიქცა წეღან გადაიქცა მაგიტო წამოვიდა წაიქცაო ეს კარგ ძაღლიო აი თურმე საიდან წამოვიდა მაგ სიტყვის ტერმინი ახტესოგა რა საყვარელია მაგრამ ცოტა მაშინებს იცი ეხა პირო გაღოს რა შვები ბავშვი так ეს უეჭველი ის იქნება ხო მონტაჟია ხელოვნური ინტელექტის გაკეთებული იქნება აი ნახე მოძრაობას დააკვირდი ჯანდაბა ეს ხელოვნური ინტელექტი რაიმებს ჩალიჩობს ხო ვიდეოებს რო აი მართლა დაიჯერებ არა და ხელოვნური ინტელექტია არა ეხლა არის დადებული ეს ვიდეოები როგორც ხედავ 6 იანვარს რატოა ეგეთი ცუდი ხარისხები მაინც ვერ ხვდებიტო так ეს უკვე ვნახეთ და გვიაცა დგას აჰა იმენა ისე გაიარეს თითქოს პროსტა ვერ ხედავენ ხო ნუ ვერ ხედავენ და სული არის ესე შავებში ეს თვითონ რა არის საბამტყოფოა ბიჭო შეიძლება აი ამაზე ვერაფერს ვერ ვიტყვით თან სამამტყოფო როა არ ვიცი რამდენად რეალურია თუ არა მაგრამ უცებ მოგიყვები ერთ ამბავს რა ერთი ადამიანი იყო კომაში აი ვაფშე ჩაულებრივად იყო კომაში და ნუ ოპერაცია და ასე შემდეგ ხო ხტები რა კომაში კი არა გათიშული იყო უბრალოდ всё ოპერაცია მიტის იმია სერიოზული როცა აზრზე მოვიდა ეგ ადამიანი აი ვაფშე ყველაფერი მოყვა რაც კი ხდებოდა მაგიმაში რა ქვია ანუ ოთახში ასე ვთქვათ რა ოპერაციის დროს რაზე დიალოგობდნენ ექიმები კარადის ზევით რა დგას და რეები არის ეს ყველაფერი თქვა და როგორ ახსნა იცი ეგ ანუ მე აქ მოძრაობდი ოღონდ იმინას ზემოდან მოძრაობდიო რა ხვდები ანუ თითქოს და დაფრინავდა ასე ვთქვათ და ნუ არ ვიცი ხა რამდენად რეალურია ეგ მაგრამ მაინც აი ეგეთი რაღაცების უფრო კი იმჯერა რა ეგეთი რაღაცების რომ რაღაცა არსებობს როგორ არ არსებობს მაგრამ აი სული მოვიდეს და რაღაცა ხელი ჰკრას და ფიზიკურად შეგეხოს ხმა მოიღოს ხმა რანაირად უნდა მოიღოს ისინი არა ხო ანუ ხმის ისინი მაგების არჯერა თორე სულები რო არიან და ასე შემდეგ გასაგებია პროსტა ერთმანეთს უარყოფს თვითონ ეს ლოგიკა რა ნახე შეხედე ხა შენ თუ გჯერა რომ არსებობს ჯოჯოხეთი და გჯერა არსებობს 64 ხო მაშინ ამ სულს აქ რა უნდა ანუ აი აქ ანუ ანიქით უნდა იყოს ან აქეთ უნდა იყოს ხო ანუ ისევ დედამიწაზე ცოტა ისე თემა ხო ანუ ადამიანი გარდაიცვლება და კიდე ამ დედამიწაზე უნდა ვიყო ჩემი დედას ვიცავარო აი ეგ თემა ხვდები ანუ ანიკი წავა ან აქეთ ანუ მაშინ აქ რა უნდა და თუ აქ არის მაშინ არც ის არსებობს არც ეს არსებობს ხო ანუ ლოგიკას ვერ ხვდები მაგალითად გჯერა რომ სული არსებობს კი ბატონო მე გჯერა რომ არსებობს მაგრამ გჯერა 64-ის და გჯერა ჯოჯოხეთის მაშინ რანაირად გჯერა იმის რომ სული აი აქ მოძრაობს ა დროებითე ჩამოდის ა მოდის და მე ისევ მიდის
ბაზარი არა ძმაო. არ ვიცი, რაც არ ვიცი. რაღაცა ლოგიკას ვერ ხვდები. დამიწერე მაგაზე შენი აზრი. სიამოვნებით და ინა სიამოვნებით წავიკითხავ. საინტერესოა ჩემთვის. ბლინ უკაცრავად. Так, იქ ჩანს ისე თითქოს ვიღაცა ზის. არა სინამდვილეში არავინ არ ზის. შეიძლება ჭდილის თამაშია? Yes. I look, მაგრამ იქნება ბალინ შემეშტა რანერი თვალები ქონდა. აუ მე კიდევ ვიზე ვიძახარ და ვიდეო მაქვს ესე ჩაწელი სადაც მეც ესე მიჩანს თვალები სხვა შორის. და ხრამბლუსოზე ისე TikTok-ზე. ხო, ამაზე არა რისკმა მინდოდა. შეიძლება უბრალოდ ჭდილის თამაშია, ხო? შესაძლებელია, რატომაც არა. Так, აი აქ უკვე ვერ ვიტყვი რომ ჭდილის თამაშია. აქ უკვე ვერ ვიტყვი, ბაზარი არა. ისე რა ჯიგარა, ტაპაჩკებით იმია წევს არ ეშინია რის ნო ეშინოდეს ეგ თემა. Bale. რაღაცა რეალური იყო, მაგრამ რის შეშინოთ ვერ მივხვდი. ბავშვებო რა გინდა ღამის 4 საათზე გარეთ? არა დილის 4 საათზე. 4 საათი დილად ღამით შორტე უზნაით. პიანიცა გაიჩნდა, ვინც ხარ? წადი, სახში რა გინდა ღამე? გასაგებია? გაჯალერ. მეც არ ვიცი ეგ რა შეცდომს, უბრალოდ როგორც ვიძახი ჩიკი-პიკი ეგ თემა. ანუ იმათმა არ დაიყვერის რაღაცა გაჯალერ. აპასნია, ცოტა ცეცხლი და ნიქით წადი, უკან წადი. ეს ხო კამერის შუქი იყო თო. თუ ამაზე აქვს აგი ხო, კამერის ის არის, კამერის ჩვეულებრივი შუქია. ბლინ, ჯანდაბა, ისეთი არაფერი, რაღაცნაირი ვიდეოები შეხვდა დღეს ჩვენ, არ ვიცი. ცოტა ისეთი, ცოტა ასეთი, მაგრამ მე მგონი ამ არხიდან ეგრევე subscribe-ს ვიზავთ და მე შევუდგეთ მე სხვა არხს. ისეთი ძალიან რაღაცა რო თქვა არ იყო, ხო მე მგონი თუ ნორმალი აქვს. არ ვიცი, დაწერე, ჩვენ კიდე აქ უკვე დავამთავრებთ ბრაჭიშკა. თუ რა თქმა უნდა მოგეწონა აუცილებლად ვალაიქებთ, არხი აუცილებლად გამოვიწეროთ, ზარის ღილაკი აუცილებელია რომ გავაქტიუროთ, რათა არ გამოტოვოთ არც ერთი ვიდეო. დავალაიქოთ აქტიურობიდან გამომდინარე, მალე დაიდება შემდეგი ვიდეო. მე კიდე რა თქმა უნდა დროებით გემშვიდობები. დამიწერე აუცილებლად კომენტარებში, რა აზრის ხარ ამ ყველაფერზე. გჯერავს, არ გჯერავს და ასე შემდეგ. სიამოვნებით მოგისმენ. მე კიდე დროებით გემშვიდობები. ეიუp.